კერძო უნივერსიტეტებში სწავლა ძვირდება. ეს ოცნების განათლების ეგრეთ წოდებული რეფორმის პირდაპირი შედეგია. ოლიგარქის მთავრობამ კერძო უნივერსიტეტებში სახელმწიფო საგრანტო დაფინანსება გააუქმა. განათლების სპეციალისტების თქმით, ასე ოცნებამ ათასობით ნიჭიერ ახალგაზრდას არჩევანის თავისუფლება წაართვა და განათლება ფუფუნების საგნად აქცია. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული საინფორმაციო ცნობარი ადასტურებს იმას, რასაც სპეციალისტები პროგნოზირებდნენ. კერძო სექტორი იძულებულია დაკარგული სახელმწიფო სუბსიდიის სწავლის გადასახადი გაზარდოს. ლიზი ვეკუა აგზელებს თემაზე ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, კერძო უნივერსიტეტებში სწავლა ძვირდება და ეს უნივერსიტეტები არის შავი ზღვის, ალტე, საქართველოს, კავკასიის და ასევე სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტები, რომლებშიც კონკრეტულ ფაკულტეტებზე, კონკრეტულ მიმართულებებზე ამიერიდან სწავლის საფასური გაიზრდება კონკრეტული თანხებით. ჩვენ რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრეთ განათლების ექსპერტებს, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში სწორედ ამ ყველაფერთან დაკავშირებით საუბრობდნენ, მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების განათლების რეფორმის ფარგლებში შევიტყვეთ იმის შესახებ, რომ საგრანტო კონკურსი სრულად უქმდება სახელმწიფო უნივერსიტეტებში, სწავლა გახდა უფასო, ხოლო კერძო უნივერსიტეტებს გადასახადი ცხადია დაემატებათ და სწორედ აქედან გამომდინარე განათლების ექსპერტები ელოდნენ კიდევაც ამგვარ გადაწყვეტილებებს კერძო უნივერსიტეტების მხრიდან. განათლების ექსპერტები ცხადია ამ ცვლილებას არ აფასებენ პოზიტიურად, ისინი ამბობენ, რომ ამით სტუდენტებს შეეზღუდებათ სწავლის უფლება. ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რომლებიც ახლა აბიტურიენტები არიან, ვეღარ ჩააბარებენ მათთვის სასურველ კერძო უნივერსიტეტებში სწორედ თანხის გაზრდის გამო, რადგან ქვეყანაში ისედაც მძიმეა ეკონომიკური სიტუაცია, ხოლო რაც შეეხება სახელმწიფო უნივერსიტეტებს, სახელმწიფო უნივერსიტეტებში კი ჩვეულებრივ ამ გადაწყვეტილების შემდეგ გაიზრდება კონკურენცია და ყველა ის ახალგაზრდა ვერ შეძლებს ჩაბარებას, რომლებიც აქამდე ახერხებდნენ, რომლებიც აბარებდნენ, დაფინანსებას მოიპოვებდნენ და შემდეგ უმსუბუქდებოდათ უკვე კერძო უნივერსიტეტებში ასევე სწავლის საფასურის გადახდაც. ასევე ჩვენ ვესაუბრეთ სტუდენტებსაც, რომლებსაც არ უყვირთ ამგვარი გადაწყვეტილებები, მათაც ამგვარი გადაწყვეტილების მოლოდინი ჰქონდათ, იქიდან გამომდინარე, რომ სტუდენტები უკვე თვეებია, რაც ამბობენ იმას, რომ ქართული ოცნება ამ ეგრეთ წოდებული განათლების რეფორმით სწორედ სტუდენტების რაოდენობის შემცირებას ცდილობს, რადგან მათი ხმა ისმის ყველაზე აქტიურად ბოლო თვეების, ბოლო წლების განმავლობაში სტუდენტური პროტესტი არ მოსწონს ქართულ ოცნებას და ამიტომ ისინი ყველაფერს იზამენ იმისათვის, რომ მათი ხმა რაც შეიძლება მალე ჩაახშონ. ეს საბოლოო ჯამში არის მზაკრული გეგმა სტუდენტების რაოდენობის შემცირების, ხოლო მეორე მხრივ კი რეჟიმი ეფექტურად გამოიყენებს მას მისთვის მიუღებელი და ურჩი კერძო უნივერსიტეტების წინააღმდეგ საბრძოლველად. რატომ მოხდება ასე? ნახეთ, თუ კი კერძო სასწავლებელი ღირდა 4000 ლარი და აქედან 2250 ლარს გრანტის მიღების შემთხვევაში ფარავდა სახელმწიფო, ახლა სტუდენტს მოუწევს არა მხოლოდ ამ 2250 ლარის დამატება, არამედ იმ გაძვირებული თანხისას, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობის თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ვერ შეძლებს კერძო უნივერსიტეტებში სწავლას. ჩვენ ხედავთ, რომ კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გადასახადი იზრდება, რაც არის ძალიან სამწუხარო, მაგრამ ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგი. ერთი მხრივ ხედავთ იმ ინფლაციას, რაც ქვეყანაში არის და გაზრდილი ფასები აბსოლუტურად ყველაფერზე, მათ შორის დენზე, რაც ბუნებრივია უნივერსიტეტებსაც უძვირებს ხარჯებს, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს არის ჩარევა უნივერსიტეტის ავტონომიაში, გაუქმებული პროგრამები, შემცირებული კონტინგენტი, რაც უნივერსიტეტისთვის ვითარებას ცვლის და აი ამგვარად აისახება სტუდენტებზე. ქართულმა ოცნებამ გააძვირა სწავლა. ეს ამაზე უკვე დიდი ხანი ვლაპარაკობთ ჩვენ, რომ ეს ასე მოხდებოდა და არანაირი უფასო სწავლა, ეს იყო რაღაცა უბრალოდ უაზრო დაპირება ქართული ოცნებისგან. ეს ნაბიჯები, რაც ჩვენ ნახეთ დღეს, არის ის, რომ უბრალოდ უმაღლესი განათლება ნომელა ხდება კომფორტი და არაშეძლებლობა სტუდენტისთვის. ნომელა ხდება ის, რასაც გია ვოლსკი იძახდა რამდენიმე თვის წინ, რომ მას უნდა რომ ახალი თაობა იყოს ბოთლების ბერავები, მაგრამ ეს არ გამოვა, ესე არ უნდა იყოს და ჩვენ მუდმივად ვიქნებით ამის წინააღმდეგ, სტუდენტები გამოვალთ და ყოველთვის ვიბრძოლებთ იმის, რომ ჩვენმა უმცროსმა ძმებმა და დებმა შეძლო განათლების მიღება, უმაღლესი განათლების მიღება, ისე რომ ეს იყოს უფლება და არა კომფორტი. კერძო უნივერსიტეტებში სახელმწიფო და ქართული ოცნება კოტებში რომ შემცირებს უნივერსიტეტებს და ამიტომ გაუძვირეს ფასი, რომ უფრო ნაკლებმა ადამიანმა შეძლოს ჩაბარება. და პარალელურად რა ხდება? რუსული ვიდეოები ხდება. ჩვენ როდესაც ქართული სტუდენტები რუსეთიდან გველაპარაკებიან და გვეუბნებიან, რომ იქ სწავლა თურმე უფასო არანაირი გამოცდის ჩაბარება არ გიწევს და ჩვეულებრივად შეგვიძლია რუსულ უნივერსიტეტში ჩააბარო. ოღონდ აქ ერთი პატარა მომენტი არის გამორჩენილი, რომ ამ რუსულ უნივერსიტეტში ჩაბარებას ჭირდება ხელშეკრულების დადება თავდაცვის სამინისტროსთან და ამის შემდეგ მათ ძალიან ჩვეულებრივად შეუძლია წაგიყვანონ ჯარში და ჩვეულებრივად რუსი მეომარი გაგხადონ. ამიტომ ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, რუსული პოლიტიკის რაღაცა გამოვლინება.
ქართული ოცნების მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმას არაერთხელ მოჰყვა უკმაყოფილება როგორც სამოქალაქო საზოგადოებაში, ასევე სტუდენტებში, პროფესორ მასწავლებლებში და ამგვარ გადაწყვეტილებასაც საგრანტო კონკურსის გაუქმებასაც მოჰყვა უკვე დიდი ხანია უკმაყოფილება. მათ შორის სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები, ასევე პროფესორ მასწავლებლები ამბობენ, რომ ამ განათლების რეფორმას არ შეეგუებიან და იბრძოლებენ ბოლომდე, გამოვლენ ყოველდღიურად უნივერსიტეტებთან გამოთქვამენ თავიანთას და ჩაატარებენ არაერთ საპროტესტო აქციას იმისათვის, რომ ქართულ ოცნებას დაანახონ, რომ ისინი მათ არ ემორჩილებიან.